ისევ გამოვედით სახლიდან და დღევანდელი მეოთხე ვლოგი შეეხება უკვე B&H ტექნიკის მაღაზიას და დაგათვალიერებინებთ თუ რა ხდება ტექნიკის მაღაზიაში, კონკრეტულად ნიუ-იორკში. ნახოთ აბა რა ხდება B&H-ში. მე პირადად ძალიან ბევრი ტექნიკა გამომიწერია, ძალიან ბევრი და ესე არა, მაგრამ გამომიწერია ალბათ ერთი 10-15 ნივთი. და ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ ტექნიკის მაღაზიით, რომელიც მდებარეობს ახლა კონკრეტულად მივდივართ მანჰეტენზე ისევ და დაგათვალიერებინებთ შიგნით რა სიტუაცია არის და რა ფასები აქვს პროდუქტებს და თუ რაიმე გაინტერესებთ მაგასთან დაკავშირებით, მოკლედ შეიძლება რომ ჩემი ვლოგის საშუალებით გაიგოთ. ასე რომ მგონი რომ ძალიან საინტერესო იქნება იმათვის, ვისაც გიყვართ ტექნიკა. წავედით. მივდივართ რითი ჩვენი საყვარელი მეტროთ. დღევანდელი ნიუ-იორკის ამინდი ცოტა მოღუშული არის, ცოტათი წვიმს. 10 გრადუსი არის ახლა კონკრეტულად. წავედით ადგილი დავიკავოთ. მოკლედ აი ესეთ სიტუაცია ნახეთ მეტროში. ეს არის რაღაც ისეთი საკითხები, რაც ავიც ყველგან არის ხოლმე თითქმის რა, მაინც მიწისქვეშ რო არის. ხან წყალი ჩამოჟონავს ხანის ხანეს, ხა ეს შარდი ნამდვილად არა ჟანგია. უბრალოდ მაინც სუნი არ არის ისეთი რა. რაც პარფიუმის ისინი რო დაამონტაჟენ, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ დიდი არის. ნახეთ როგორი სივრცე არის, ბაქანი არის, თუ ვსდები 1 2 3 4 4 ბაქანია და ამის ქვემოთ კიდე მეტრო არის. ანუ ეს ხო მეტრო არის და აი ქვემოთ კიდე ჩადიხარ და ქვემოთ კიდე ცალკე ხაზები არის. ანუ ორი სართულიანი არის. გონი ჩვენი მეტრო ნელ-ნელა მოდის. ეს საყოველები არიან. ეს საყოველად იმღერეს. წვიმიანი ამინდია, მაგრამ თბილა, რაღაცნაირად არ ქცივა და დღეს რაღაცა ეს სითბო ძალიან ავედნიერებს. მოკლედ შემოვედით საჭმელად, სანამ Best Buy-ში შევალ, შია. კუჭმა ძალიან ცარიელი და ეხლა ცარიელი კუჭით Best Buy-ში შევიდა და იგვათვალიერო ჩემი სამოთხე მაღაზია არის. ვინმე თუ მეგობრები, გოგოები თუ ხართ ესე რომ მაგალითად აი მაგალითად ისე გადისტრო, აი საერთოდ ძალიან მალე გადისტრო, როდესაც შოპინგზე მივდივარ, აი გასაცილებს და აი საცულებს რომ ნახულო, აი 4 საათი, 5 საათი ისე გაირბენს. აი მოკლედ რაღაცნაირად თითქოს 5 წუთი გასულა. მე ვარ ზუსტად ესე, Best Buy და B&H, Best Buy-ს რატო ვიზახი? B&H, მოკლედ რაც არის ზუსტად არ ვიცი მაგის განმარტება, B&H-ს ვეძახი მე. ტექნიკის მაღაზია არის ჩემთვის, როგორც გოგოებისთვის არის შოპინგი. აი ტექნიკა მიყვარს საშინლად, ამიტომ შევალ დავთვალიერებ, ნახოთ ყველაფერს გადავიღებ, შეიძლება დუბლები წამოგივიდეთ, იმდენი რაღაცეები არის, მაგრამ ნახოთ ფასები, ნახოთ ისა როგორი პროდუქცია არის და ნახოთ საქართველოში რა პროდუქცია ნიუ-იორკთან შედარებით. ეხლა მე ჩიპოტლეში ავიღე ჩემი ბურიტო, ძალიან შიოდა და ეხლა ძალიან პენდელი სასმელი უნდა დავისხა. აი მეგობრებო, ეს რა არის მართლა არ ვიცი, აი ეს. მაგრამ იმდენად გემრიელი არის. იმდენად გემრიელი არის, რომ გაგიჟება სხვა. არ ვიცი, ჩიპოტლე და ჩიპოტლე მირჩევნია fast foods, იმიტომ რომ fast food-ი მაინც შემწვარ, გადამწვარ რაღაც ზეთში და იმაში და ჩიპოტლე არის, მო? აი, უხეთ როგორი ბურიტო არის. ღირს ეს ყველაფერი კოკა-კოლა და ეს $15. შიგნით არის ქათამი, სიმინდი, ბრინჯი, ლეთის, ხახვი, ყველი. ისეთი junk food-ი არ მგონია რომ იყოს რა, ძალიან ისეთია. ფრეშია ჩემს ეს. სულთა ფრეში არ იქნება, მაგრამ ოჩენ ხოში ცუდი ნამდვილად არის. მომწონს გემრიელი. ამის იქეთ არის B&H, ამ კედლის იქეთ ხდება სასწაულები. მეგობრებო, მეგობრებო, შიგნით რო შევდივარ, მართლა საათები ისე გადის, საერთოდ ვერ ხვდები, აი საერთოდ ყველაფერს უყურებ და ერთ სხვა შორს ერთი ქართველი ბიჭი მუშაობს, ძალიან კარგი ბიჭია. მითხრა 24 წელი ახეთ ვარო და მეში კონსულტანტია და რაღაცებს მეცნიდა რომ გაიგო რომ ქართველი ვიყავი, ძალიან გოჩი და მოკლედ ეს გოჩი თქმა, როცა გვაქვს ქართველებს, მაგრამ უცხოებისგან რა, უფრო ახლობლებისგან არ არის. აი უცხო თუ ხარ, it's okay რა.
მოკლედ ჩვენზე ინფორმაციას არ უნდა ფლობდეს, თუ გინდათ რომ შური და ბოღმა ადამიანს არ ქონდეს. წავედ. და ისიც მეგობრებო, აი, უნდა გაჩვენოთ სად მოვედი. God damn it. ესეც ჩვენი B&H photo video production. ჩვენ უნდა შევიდეთ სადაც არის entrance. Hello, can I take this inside? Sure. Yeah. მოკლედ ესენი არის ვიდეო აპარატები. ღირებულება $8,000, $7,000, $4,000, $5,000. აი, სხვათა შორის ეს ვიდეო კამერას ამის ძალიან აქებენ. Here's Z-Cam, $4,000. Black Magic. Ouch. $3,000 სხვათა შორის. Black Magic-ის $2,595. აი, აქ არის ლინზები. სხვადასხვა ვიდეო ლინზები, აქ არის თავისი გადასაწყობები, სამონტაჟო. და ეს არის Red. ეს არის Red მეგობრებო, Red Digital Cinema. Cinematic camera 9.9 megapixelis, Super 35 global shutter CMOS. Compact originally RT-LB all-in-one design. Red. Here's $4,995. ეს არის განათებები. $9 there's Generate, that's aperture, ეს ძალიან კარგი არის $90. ეს ვიდეო რაღაც ნაწილები არის, მაგრამ ესენი ნამდვილად არ ვიცი არის. Holy Land, ესე ქვია. კაი ძურები კი დღეს ისე. ჩვენ შტარჩის. $4,499. What the fuck? ჩანთები ძალიან მიყვარს. $60 ის, $79 ის, ვიდეო ჩანთები არის. აი ეს ნახე როგორი ჩანთები არის მეგობრებო. $300 ის ეს რაღაცა ულამაზესი ჩანთა არის. ვაუ. ამას მის დიდი სიამოვნებით ვიყიდი, მთელი ტექნიკა და აღჭურვილობა ვინმე შეგიძლიათ რომ ჩადოთ. Manfrotto. ეს იტალიური იქნება, ხა იტალიელები ისეთი ძლიერები არიან დიზაინებში, რომ არ მიყვარს რომ იტალიელებმა ესეთი ჩანთა შექმნეს. აინაკაც ესეთი რაღაცები არის Nanook. რა მაგარი სახელია. Nanook. მაგარი ბრენდია, ქართული შექმნილი იქნება ეს უეჭველი. Nanook-ას. $156, $273, ეს ჩანთა $304. Filworld-ი კარგი ბრენდი არის ზოგადად ვიდეო და ფოტომონიტორებში. ღირებულებები არის 529, ეს არის Daunchi Resolve Edition keyboard-ი მეგობრებო. ეს არ ვიცი რა არის. Black Magic Design. მიკროფონები მინდოდა სხვათა შორის, მაგრამ იმ მიკროფონების სექციაში ვერ მივხვდი, ოთახია და იქ შიგნით შესვლა არ ვიცი რამდენად შემიძლია, მაგრამ მე მაინც გავიკითხავ. იმიტომ რომ მიკროფონები მაინტერესებს. ეხლა დაგანახებთ. ყველანაირი მიკროფონების ის არის სექცია აქ და აი იქ მინდოდა რომ რაღაცები დამეტესტა, მაგრამ როგორც ჩანს, არ ვიცი. მე მოვალ და ამისთვის ცალკე მოვიცი. ესენი არ ვიცი რა არის, Sanzel რაღაცა ზერო. პრესონუსები ძალიან მომწონს, პრესონუსი, მები ეს მიკროფონი. Universal Audio. აი ეს მოხსნე. Apollo Twins-ი, ოღონდ რაღაც ედიშენი მაქვს. $8 ღირს და უფრო 850 იყოს რაღაც ერთი თვის წინ. ეხლა $800 ჩამოფასდა. Apollo X4 $199 და Focusrite ის $129 ერთიან. პატარა კონტროლერები ასევე DJ-ის $100, $179, $260. ხოი, ეს რა მინიატურულია ხმერთი ჩემი. 99, 84, ხოი. არ შეიძლება რომ ესეთი კონტროლერებზე უკრავდნენ DJ-ები. Cosmos, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზი პიანინოა. და ღირს $1800. ნუ კლავიატურა კარგად მუშაობს. Dave Smith Korg Minilog XD. აი ძმაო, ეს არის ძალიან მაგარი პიანინო. ძალიან კარგი კლავიატურა არის. ბევრი სენსორები და რა კაი რაღაცები არის. ეს $1900. ეს
პიანინოები უკვე სხვა პიანინოები. ხო, უსი. ეს გეის $500 გოდოქსის თეთრი. ესეთი საყვარელი. ცოცხლეთი. რა გინდა სულ. სხვათა შორის გოდოქსები ძალიან მომწონს, მეგობრებო, აი ეს გოდოქსის განათება, არ ვიცი ეს როგორი ნათება არის, მაგრამ წერია AD400 Pro $659. არ ვიცი როგორი ნავარჩენი განათება ეგეთი, მაგრამ აი გოდოქსის კიდე უფრო დიდი არის, მაგრამ ეს უფრო იაფია 518. ეს გოდოქსი QT 600 მესამე სერია $629. ამარანი ძალიან მიყვარს. ვაუ, damn, ეს როგორი ლამაზია, გოგიშდი. უპლაით თუ რაღაც ეგეთი, ძალიან ლამაზია და რაღაც ეს $700. აუ, ეს ძალიან ლამაზია. $1600 მეგობრებო, არ ვიცი რა არის, მაგრამ Hobolite, ესე ქვია, Hobolite. ეს არის ქვემოთ small rig. საყვარელი ესეც. ნახეთ როგორი საყვარელია მეგობრებო. აი ეს გოდოქსი SL300R, რომელიც არის $500. ანუ 119 უწარი, მაგრამ ალბათ ტაქსი იმატება მას. ეს არის მოკლედ ჩემი და ძალიან მაყოფილება და ძალიან მომწონს. აი დიდი განათებებიც ნახეთ ეს ღირს უკვე $4000. აი ეს განათება ღირს $4000 მეგობრებო, რა განათებები ამის თვითონ არ ვიცი მართლა, მაგრამ ეს მონიტორი კიდე ღირს $5000. SMALLHD, ანუ რა მონიტორია, small HD მონიტორი არის, რომელიც ღირს ფაქტობრივად $6000. თიო განათებები. აი. მან ლაიქი $400. ნახეთ როგორი მონიტორი არის მეგობრებო, შეხედეთ. არანაირი გამოსხივება არ აქვს. რეზოლუცია არის 4K 233,2800-ზეა. 145 ppi in glass monochrome display $1859. და ჩაოლებროთ ხედავ უბრალოდ ყველაფერს უბრალოდ ფერებს ვერ აღიქავ და გამოსხივება არ აქვს. თვალებისთვის მე როგორც ვიცი ცუდი არა. Jupiter Systems $950. ეს ღირს BenQ $599. არის 4K 3440 რეზოლუცია. ძალიან მაგარი რაღაც იყო მეგობრებო, მაგრამ მეორე სართულზე გაცილებით უფრო კაი სიტუაცია არის. ჩემთვის პირადად ალბათ. ნახოთ. რამდენად მოგეწონებათ. თქვენ ალბათ კამერები ძალიან გიყვართ. აი იქ არის ყველაფერი კამერებთან მიმართებაში ეს ნიკონები. ეს Lumix სხვათა შორის ძალიან მომწონს. ეს რა Lumix-ია ძმაო, ეგეთი $5000 როგორც ლამის. ეს არის S1R. აბა დავაკვირდეთ და ნახოთ ამის მონიცემს. 47 მეგაპიქსელი, ნორმალურია. ვაი და გადამრია არ არის დღესდღეობით, მაგრამ ISO აქვს 100, 25600-ზე, 4K 60-ით. ჩვეულებრივია, მაგრამ 5000 ძმაო ბოდის გიხთ. ეს იყო ჩემი წინა მეგობრებო. $1700. ო GH52. ეს იყო ჩემი კამერა, სხვათა შორის და ძალიან კაი ვიდეოებს იღებდა და ძალიან კაი ხარისხი აქვს. აქეთ არის უკვე Pentax-ი. ნახე Pentax-ი როგორი უცნაურია. ეს ძალიან უცნაური კამერა არის. უცნაური ფუთხუზა კამერა არის და 1600. But I think it's good. აი Olympus-ი ძალიან მიყვარს. აი ამას დიდი სიამოვნებით ვიყიდი. OMD ეს ძალიან კარგი ის ფოტოაპარატია ჩემო მეგობრებო და ღირს $700 ძალიან კაი სურათებს იღებს. OM3 ნახეთ რა ლამაზია. არა კი $2200. Fujifilm-ებსაც ძალიან აქებენ T30, T10, ლინზები, Sony-s ლინზები. აი ჩემს მაგაცა აქვს ესეთი კამერა. შეუნამუსო რა იყო, გაყიდე სახცი ყიდე. გარი. ეს კამერა არის ჩემო მეგობრებო, იდეალური, უმსუბუქესი. და შეუძლია მოკლედ თავის საქმე გააკეთოს იდეალურად, ზე იდეალური ხარისხი აქვს, რო იცოდეთ ZV-100.
ეს არის უკვე ჩემი კამერა. აბა რა ღირს? შენი კორი ძვირია. აი ხარი ყველა სახეობის ლინზა მეგობრებო. Hello. I'm interested in Sigma 2417. Thank you. Can I For which camera? for a mount for Sony? Sony. Yes, this is DN2. We don't have the one. Ah, yeah. To learn more how to use the camera. Take the class. It's more light, yes, than DN. Make the reservation. On the Okay, thank you so much. Do the class. God damn it, huh? Dear. Oh, ekrani აქ რაღაც სასწაული ჩემი. არ არის ეგეთი მძიმე სხვათა შორის. ცალ-ხელი ჩვეულებრივად დაიჭერ. ხარისხი სასწაულია, არ ვიცი. ამის მონაცემებს დავაკვირდები ხა. სიკიჟე. Wow, that's crazy. No? Wow. ეს ღირს $6,000. Friends, $6,000-იანი კამერა მიჭირავს ხელში. პლუს $2,200-იანი 24-70 2.8 F GM2 ლინზა, რომელიც მე ძალიან მომწონს. სხვათა შორის ძალიან სუბუქი არის, მაგრამ ვიზუალურად Sigma უფრო მომწონს. ეკრანის დატრიალება. ესეთი რაღაც არასდროს არ მინახია გეფიცების, რატო არის ესე? უცნაური. ვაუ. ეს რას უნდა ნიშნავს? ანუ ეს არის საკმარისია, ნუ მაგას ამბობთ. ეს არის 50 მეგაპიქსელიანი, რომელიც ღირს $5,000 და გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე ის. ვაუ. ეს რატო ალბათ თვითონ ეს არის მძიმე. GM1 უფრო მძიმეა. ეს მოძრავი არ არის, ძალიან ცუდია. ანუ კამერის შემოტრიალება, იმის ეკრანის შემოტრიალება არ შემეძლება. ეს ფოტოებისთვის არის უფრო, როგორც ჩანს. A1. პატარა კამერა სხვათა შორის ნახეთ. ZV-E1 $2,498 ღირს. აი ესეთი პაწუკა კამერა არის. თქვენ იღადავთ და საკმაოდ ძვირია. მე არ მოვიხიბლე ხამ კამერაში $2,400 ნახეთ, არ მიცემ 12 მეგაპიქსელიანია თან, მაგრამ ალბათ რაღაცა აქვს ისეთი, რაც ამ ფას უწესებს ამ კამერას. მაგრამ აი ეს რა არის? A1-2 $6,400. ღმერთო, $6,400 არის უმსუბუქესი. სუბუქია, მეგობრებო, ის სუბუქად ჩადება მიჭირა თვალში დაგიშდა. რაღაცნაირებია, როგორ არის და დაინახეთ. ნახეთ როგორ კამერა არის. ძველებურ სტილში, მაგრამ თან რეტრო სტილშია, თან გემრიელად გადასაღები. ხელშიც გემრიელად. ნახე როგორ ის საყვარელია. აი, ძალიან საყვარელი რაღაცა. $1,500. 40 მეგაპიქსელიანი. ვითომ არაფერი, მაგრამ 40 მეგაპიქსელიანი არის ეს. აი, მეგობრებო. იმ Lumix-თან შედარებით ახლა აი ეს Fujifilm არის ბევრად უფრო სოლიდური ვიზუალის და ეს რო $5,000 ღირს კიდე ოკეი არის, იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირი არის. როგორი მონსტრია შეხედეთ. ჯერ ეკრანი რო ნახოთ ხმერთო, იმ Sony-s ეკრანს ბევრად მირჩევნია. ვიზუალური კუთხითაც მთლიანად მირჩევნია ყველანაირად. რა უცნაურია. მაგრამ ეს გამოდის ჩადის რაღაცა ცოტა გაურკვეველი მექანიზმი შეხედეთ. აი ეს ახლა მე ამას არ გავაკეთებდი ეს. ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი, ცოტა გაართულეს საკითხი. ვაუ.
აი $8,000 ის საერთოდაც ეს რაღაც სასწაული კამერა ჩანს. Fujifilm-ს საღოლ ძალიან წინ წასულან. ეს არის ყველაზე დიდი მონსტრი მეგობრებო. რა მონსტრია და რა მხელავი და როგორ გიჭირავს ხელში რაღაცნაირია და სიგიშია ხო ეს არის სხვა დონე მეგობრებო. ეგეთი რაღაცა მეც არ გამიგებიცებთ. ამასაც იგივე აქვს. აი ძალიან ცუდია, იმიტომ რომ $7,000-იან ფოტოაპარატს და კამერას რო ესეთი ეკრანი აქვს, რომელიც ირყევა და გვერდზე არ ბრუნავს და იქ და აქეთ ალბათ თავისი ის აქვს, ეს არ არის სელფების გადასაღები კამერა და მაგიტო მიხვდნენ რომ ვლოგებისთვის ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ კამერას ნუ იყიდითო რა. ვაუ. JFX. აი რაღაცა არის. ძალიან ისეთი არის რა. მართლა ღირს $359 ღირს. აი დინამიკების Sonos-ის ხოთი შორის ძალიან კაია. $559 ღირს ეს სისტემა. და შეგიძლიათ თქვენ სტუდიოებში და რაღაცებში დააყენოთ. როგორი სადგამები გინდათ მეგობრებო. ძალიან ლამაზებია ეს პატრიჩი $4,000 კი. ან ფული კონდეთ მეგობრებო და ვინჩივის რამეს აი ეს პრინტერები უკვე. ნახე Canon-ის ეს პრინტერი $800 ღირს ძალიან კარგად და ისე კარგად გამოიყურება ეს რა არ ვიცი ესეთი პრინტერი, მაგრამ $1,000 ჩდება. მაქსიმუმი რეზოლუცია არის 2400-1200 dpi. აი Epson-ის პრინტერები, ეს Epson-ის პრინტერი არ ვიცი როგორი არის, მაგრამ $1,259 ღირს. $995 ღირს ეს. და პაწუკა პრინტერები. ნახეთ აი ფოტო მონიტორები მეგობრებო. რომელიც შედარებით უფრო ძვირი ღირს, EIZO $1950 ღირს. გაფართოება არის 4K რეზოლუცია. BenQ $799, გაფართოება არის 2K. Oh fuck. აი ეს BenQ არის მეგობრებო რაღაც სასწაული. ეს პლოტერები $4,255, $2,799. HP-ის შედარებით დიდი პლოტერები. God damn it. ესეთი მინდა რა, ნახეთ რა, კარგად იხატება. და ყველანაირი კომპოზიციას ქმნით რა. ой, ძალიან კარგად იხატება და თითქოს აი ფანქარს უსმევთ რაღაც ისეთი შტაბერტილება რჩებათ რა. გადაპატარავთ მოდიდეთ. ამას სენსორი არ აქვს. ეს არის Xense Labs. ესე ქვია $1759 ჩდება. და აი ეს არის უკვე სხვა. ეს არის უკვე შეგიძლიათ ხელითაც კი ამოძრავთ. უფ, ძალიან კაი რამეა. ეხლა ეს არ ვიცი ხელით რატო არ მოძრაობს, მაგრამ ვიცი რომ ხელით მოძრაობს. ეს არის Wacom-ის ძალიან ცნობილი ბრენდი არის, $3,499 ღირს და გამოსახულება ძალიან კაია, ყველაფერს გაკეთება შეგიძლიათ. Photoshop-ი რა გინდათ გულოსულო ყველაფერს აკეთებთ რა. აი, აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი აქვს. მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცა. ძალიან თან გამოსახულებაც ისეთი აქვს, რომ აი უბრალოდ ეს კომპიუტერი რო იყიდოთ, მეტი არც არაფერი არ გქიდეთ. ერთად ვიცავარ აი მონიტორი რა გინდათ ისეთ გამოსახულება აქვს. ეს პატარა Wacom-ის არის ფორსტები. ხო, $759 ღირს. ძალიან კაი რაღაც არის ესეც. ეს Wacom-ის სახატავი დაფა არის, რომელსაც რასაც ხატავთ, იქ მე იხატება ეს მქონდათ. Okay, let's go. 16,000 DJI ჩვენი გიორგი დანელიას პროდუქცია, რომელიც არის თბილისში. ძალიან კაი რაღაცებია, 360 გრადუსით იღებს. That's it.